გამარჯობა მეგობრებო, მივხვდით ალბათ რომ ეს მოგზაურის ნაამბობია, ვიწყებთ მოგზაურობას, უпроსტად მოგზაურობაზე საუბარს და სანამ ძალიან მაგარ სტუმარ მოგზაურს წარგიდგენთ, მანამდე უბრალოდ შეგახსენებთ, გამოგვიწერეთ ჩვენს YouTube არხზე, Facebook-ზე, სადაც გვიპოვით, მოკლედ მინიშნებები არის, მადლობა. ანა ტყებუჩავა, ჩვენი სტუმარი მოგზაური დღევანდელი, მადლობა. მოგზაურე ჯერ არავის წარსგენიო და სასიამოვნო. ამიტომ არ დაურთე შენი რეგალია. წინ აქ ყველას ერთი. როგორც მოგზაურს ისე გამიცნობენ აქ. აი ზუსტად. დედა და მსახიობი და წამყვანი. ისე რა კარგი მე მავიწყდება ჩემს პოდკასტში, რა ქვია. პოდკასტში რომ თქვა რომ გამოგვიწერეთ, ხო ისე ვარ გადართული საქმეზე შენ რა გამოიწერეთ. ჩვენიც გამოიწერეთ, ზაქროსიც გამოიწერეთ და ზოგადად მოგზაურობა ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად საერთოდ მოგზაურობაზე ხვდები საშინლად ცუდად. მართლა? კი. ანუ ნებისმიერ ტრანსპორტ, ანუ ზოგადად მანქანით, ავტობუსით, საქართველოში რითიც მოგზაურობ, ფრენასთან გადასარევად ვარ. თუ საჭესთან არ ვზივარ ძალიან ცუდად ვარ და აი გორამდეც თუ ჩავდივარ ვარ მწვანე. მართლა? ანუ წინ უნდა ვიჯდე, ბედნიერი უნდა ვიყო და რაღაცნაირი განწყობა არ გქონდა. თუ მანქანაში უნდა იყო, ასე ვთქვათ, უნდა ვიჯდე საჭესთან. თუ ჩავიხედე საერთოდ მობილურში რომ უბრალოდ ვიღაცამ დაამერიკა, მან თავდება ყველაფერი. ძალიან ცუდა. ერთხელ მე ნინო კასრაძე და ანა ნიკოლაიშვილი მივდიოდით. გორში ძალიან საინტერესო პროექტი აქვთ ნინოს და თავის დას. სახებები ლიტერატურისთვის და აი ძალიან ისე რომ აი იციან ჩემი ისე და ტყებო წინ დაგსვავთ და აბა შენ იცი და გინე ხო კარგად ხარ და ანა უკან ჩაეკვეტა და აბა ჩავდა ისე და მთელი ამბით ნაყინი ყავა და სნექი და ყველაფერი და მივდივართ იქ სახებებთან შესახვედრად ჩვენც მონაწილეები ვიყავით და შენ უბრალოდ წინზი ხარ და არა საჭესთან არა წინა საჭესთან ნინაზის და ჩავედით გორში მთელი ეს შეხვედრა დავგეგმეთ რაღაცა შევხვდით იქ ძალიან საყვარელ ხალხს რაღაც და მოვდივარ და მაკა კასრაძე რომელიც ავტორია ასე ამ პროექტის იყო და არის მაკა ცხოვრობდა მაშინ საფრანგეთში ცხოვრობს და იქ იყო მოკლედ და WhatsApp-ით დაერეკა ნინა და რომ გამოვედით ჩვენც რაღაცა ემოციებში ვლაპარაკობთ იქიდან ესე და ეხლა მე მაკას დაურეკავ და მაკას დაურეკა და ჩვენ მაკა ვუხსნით რომ ეს და ველაპარაკებით ის და ისე და მივდივარ გავაგრძელეთ მე კიდე რაღაცას ვჭორავთ ნინა წამოსულია თავის მამის მანქანით რაღაცა ისო რა ქვია ჩემს მანქანას რაღაცა სჭირსო და ესო ცოტა ისეთი მანქანაა ცოტა ნელა უნდა ვიარო მოკლედ ვიჭეროთ ძალიან ქოთქოთებთ და უცებ ანა იძახის ხახნო მე მიყვარს ხაშური რატო წერია აღმოჩნდით რომ ნინამ რა და უცებ გადაუხდე და აი სანამ ხარ მოვასწარით და გადავედით და იმ ბიჭოლებმა გეხვეწე მეთქი ხა გვითხრა რომ აქედან ხო რა რაღაც ავტობანზე როგორ წაიქნა მეთქი ხა სურამში არ წავიდეთ ეხა გვითხრე აქედან თბილისში როგორ დაუბრუნდეთ და რაღაცა მანქანას ისეთი არ ვიცი კი არაფერი სჭირდა მაგრამ ნინა მიიღო გადაწყვეტილება რომ 40 ზევით არ უნდა ებლო მე ხებო როგორ ხარ ესე მეუბნებოდი იმიტომ რომ მე ვიყავი ამ შუშაზე სრული წვანე რომ დადის და ხო ცოტა ეჯახება და აი გარდამავიწყდება არასოდეს რომ საქმე ხო არ გაფუჭებულად აგვიანე არ გაფუჭდა უბრალოდ ჩვენ იმდენი ხანი მოვდივართ ყველა გვირეკავდა რაც ადახართ ხახნო და მოვდივართ იცი ხო არ მოუყვებოდით ახლა რომ ჩვენ იქ რაღაცა მაგრამ მე მიყვარს ხაშური რომ დაეწერა გორში ჩასული ხალხისთვის ძალიან კარგია რომ ისე დროს სახვედით რომ იყო მაგ შეცდომის საშუალება და აი ვის დაწერა ხო ოჯახი მოდი ძალიან საყვარელი ხალხი შევხვდა და ჯერ ფოტოები გადაიღეს და ჯერ ფოტო გადავიღოთო და მე გასწავლი გზასო და ახლა რას დავაკვირდი იცი პირველი გოგონა სტუმარი ხარ სულ ისე და რაღაცა არ მინდა ისე ჩამითვალო რაღაცა სექსიში და სულ რაღაცა ბიჭები ემთხოვდა და ეხლა თან გოგონების ამბავი დაქალება აქ სულ მაინტერესებდა ისე შაბ როგორი ინტერესებია გოგონებს აი ასე მე არ ვარ საქართველოში ბევრ ადგილას ნამყოფი ზუსტად მაგის გამო რომ და რამდენი რამეა ხო და კიდე და მაგათაც ზუგდიდში აი ხა სირცხვილია და გპირდებით ზუგდიდელებო რომ დიდ პოსტს მიუძღვით თქვენ და ზუგდიდში რომ ეგრელი ხალი არ იყინება ნამყოფი ანუ ძალიან არც გადაღება დამინიშნა არავინ არც არაფერი აბაშაში რომელშიც რაღაცა გარკვეული ასაკისმე როცა გავიზარდეთ იქ დავდიოდით ისე ცუდად ხვდებოდი აბაშაში ჩასვლამდე ზუგდიდში კი არა მარტვილში რომელიც კანიონი არის იქაც არ ვიყავი ნამყოფი სანამ ეს კანიონი ყველამ არ ნახარავი იტალიელები როგორ ყვავდნენ რომ ისეთი კარგი კანიონია აი
არ ვიყავი და 9 საათის გზაზე ყოფილა რომ აი სადღაც და მე მახსოვს სულ რომ ჩვენ აფშეში რომ ჩავდიოდით მარტვილში წავიდეთ იმიტომ რომ იქ უნდათ რომ ჩადიხარ გაგათვალიერებიდან მიმდებარე ტერიტორიები და ერთ-ერთი იყო მარტვილი და მარტვილში მე არ წავედი, იმიტომ რომ არ მინდა მეთქი რა, აღარ მინდა გზავრობა თუ იმიტომ რომ იმდენ ენერგიას ხარჯავ, რომ თავი ხელში ავიყვანოთ თუდად არ გავხდე და ასე შემდეგ რომ ანუ არ მაქვს ამის ძალა და ჩამოვედი დასასვენებლად და არ მინდა რა ისე მიყვარს ის ჩემი ეზო ყველაფერს მირჩევნი ყველა კანიოს. და ამიტომაც არ ძუგდიდში და არც მარტვილში არ ვიყავი ნამყოფი და მე რომ ჩავედი მართლა ველოსიპედით დადიოდნენ ჩვენები და ძალიან შემთხვევა თან მეცინებოდა, იმიტომ რომ ხა იქვია და ხო არ იყო პრობლემა რა. ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მაგრამ მართლა ზუგდიდში და სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ისე ადამიანის ფსიქოლოგიაც მასეთი რაღაც თითქოს ახლოს რაც არის, იმას დიდად ვერ აფასებს. აი უბანში შეიძლება მაგარი კაფე იყოს, მაგრამ ხო არ ჩადიხარ იქ და რაღაცა სხვაგან უნდა წახვიდე. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემს უბანში ძალიან ბევრი კაფე იყოს. იმიტომ რომ როდესაც არის ბევრი კაფე, რესტორნები, კვების ობიექტები, ეს იმას ნიშნავს, რომ ტრიალებს ახალგაზრდობა, როდესაც არის უნივერსიტეტი, ძალიან კარგი ხა ჩვენთან ისეთი ძველი შენობა იყო და ხა რაღაცა თანამედროვე რაღაც შვეიცარიულმა სკოლამ თუ რაღაცა მაითვისა და ისე მიხარია, იმიტომ რომ ანუ ხო იცი ესეთ ცარიელ ეკლესიაში რაღაცა ეშმაკები დაესივნენ თუ რაღაცა გამოჭერი. დაეპატრონავ. ხო, და ხო ცარიელ ეკლესიაში ეშმაკები დაეპატრონავ, ხო. ანუ ცარიელი სივრცე როცა არის, სულ გული მიკვდება რომ რაღაცისთვის ის არის რა. ბნელია, ყრუარი, რაღაცნაირი რა. მოკლედ და ამიტომ მეც ერთი რამდენიმე ესეთი კარგი ობიექტია და სულ მიხარია რომ შეუძლია რომ იქვე შენი შეყვარებულია თუ შენი მეგობარია თუ საქმიანი შეხვედრაა თუ რაღაც არის შეგიძლია იქვე ჩახვიდე შეხვდე ადამიანს და ეს უმნიშვნელოვანესია რა იმ თვითონ უბნის განვითარებისთვის და არ არსებობს ახლა თუ ჩვენ მივდივართ სადღაც ძალიან კარგი სულგუნის საყიდლად სადღაც მაღაზიაში და ძალიან კარგი ყავის დასალევად სადღაც ვერაზე და ძალიან კარგი პიცის საჭმელად სადღაც არ ვიცი მე რა ვიცი უბანში და შაურმის გდანში თუ როგორც არის ხო რატო არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს კარგი კვების ობიექტი კარგი ყველგან არის კარგი თქმა უნდა რა ვსიბცნებ თქვი ახლა ცოტა გავიდეთ უბრიდან ქალაქიდან გავიდეთ ნელ-ნელა ავაწევინოთ თვითფრინავს წვირი მე ასე მიყვარს ხოლმე თქვა ბედნიერია და გავხედავ ხოლმე მიფრინავს ვიღაც ბედნიერი ზის რომ კორბესიამოვნა რო დავქორწინდით მედალევანი მაშინ ვერსად ვერ მოვიფიქრე ზაფხულიყო და გადავწყვეტ რომ ეგვიპტეში გავპარულიყავით ნუ ძალიან ცოტა ხანი რო გქონდა გავპარულიყავ ჩვენივე საქმიდან თორე ვინ გვაკავებდა ეხა სადაც გინდა გაიპარე და რაც გინდა ისკენი და მე ბავშვები რო ყავს ხეცია ვერ იცლი რა ამისთვის იმიტომ რომ მე ესეთი უაზრო ის მაქვს ხოლმე რაღაცა ერთგულება რაღაცის მიმართ მენანება სხვა რაღაცაში ენერგიის დახარჯვა თუნდაც საკუთარი თავის გართობა დასვენებაში ამას რაღაცა ცოდნა უნდა რა და ამიტომ ვიყავი სულ სამსახურში და ბავშვებთან და ლევანს ხშირად უწევდა თავის საქმიანობის გამო მივლინებებში სიარული და ნენე ძალიან პატარა იყო აი ძალიან პატარა რომ მახსოვს რომ სულ ესე ლევანი სულ მივლინებაში იყო და მე ძალიან მიხარია იმიტომ რომ როდესაც ხო მეც გადავდგავ ხა ამისთვის დროს რომ კარგი მოგზაური გავხდე და ცოტათი მშიშარა ვარ ხოლმე აი აეროპორტებში ცოტა ვიძაბები დღემდე გონება ისე მეცაბება რომ შეიძლება ვერ მივხვდეს აი წავიდეთ რომ აი ვიღაცა მინდა გვერდში და იმდენ დაღლილი ხარ სამოგზაუროდ რომ კიდე იქ აი ხა გონება დაძაბე იმიტომ იშვიათად აკეთებ ამას, როდესაც იშვიათად აკეთებ, თორე ხა. ხო, მე შეჩვევ თავის ხო, თავისთავად ხა კონცენტრირება ჭირდება. რაღაცა კიდე რაღაცა სადღაც ვიყავით და ჩვენ ახლა ეს მინივენი გვეკუთვნის აეროპორტში რომ ჩავჯდეთ და იმათმა მიგვიყვანონ იქო და ჩვენ გეხვეწები ესეთ ნერვები დაკლიჩილი გარგვინა მინივენი ფეხით მივიდეთ თუ რაღაცას ვიცახით. თურქეთის აეროპორტს ვერ ვიტან იმ ხელაა რომ აი მართლა მთელი ქალაქია და ჩვენ რაღაცა ხო იცი ჩინელები რო დადიან ხო იცი პატარა მინივენებით ლევანმა ჩავხსო და მივიდეთ ყებოდით სიცილით. მაგას ისე თავისი ნიჭი უნდა ამ გადაჯდომებში გარკვევას თორე შეიძლება და ძალიან კარგად ერკვევა და აი მაგათაც მივხვდეთ ყველა ამბობს რომ ძალიან ადვილია მეტრო და გაარკვე უცხოენაც ვიცი საკმაოდ იმისთვის რომ გავერკვიე ყველაფერში აი მივდივარ დასასვენებლად და არ მინდა ხოლმე რომ ამ წვრილმანებზე
დავიძაბო და ვიფიქრო. აი ავტობუსი, მე მივხვდი, ავტობუსი იტალიაში რანაირად მივხვდები, საქართველოში არ ვიცი რა ლოგიკით დადის ავტობუსი, ანუ აქ რო ჩამოჯდე და იქ რო კი მეტრო ვიცი, ძალიან მიყვარს თუ ვთქვათ რაღაცით უნდა ვიმგზავრო, ეს არის ან მანქანა ან მეტრო. ჩემი სახლის მეტროს წინ იყო და მეტროს სუნიც და ყველაფერი ძალიან მიყვარს რა მართლა. ზამთარში ზაფხულში და ავტობუსებში ვერ ყვევის საერთოდ. და ერთი ბავშვი ტრამვაით დავდიოდი და ახლა ეგეც დაბრუნდება და მეტრო ჩემი საყვარელი ტრანსპორტია ხო ჩემთვისაც და ეს პროექტი მეტროში მოვიფიქრე. მართლა? ხო, ტურისტი დავინახე ჩანთი და გავყევი ფიქრებს. ნეტა სად მიდის, რა ნახა, როგორ მოეწა, როგორ მოუყვება თავის, მოუყვება და მე დავფიქრდი და რაღაცა. ჩვენი. ეხლა მე შემოგიყვები ჩემი და ლევანის პირველი რომანტიული მოგზაურობა ევროპაში. საქორწინო თუ ვერტიკალურად გადაიღებო. რომანტიული, არა, საქორწინო არა. მოკლედ ესე ყველა მოგზაურობდა, მე ბავშვებს დიდი, ლევანი მუშაობდა, ჩვენ პატარა ოჯახის რაღაცა გამრავლება და რაღაც სახლის ყიდვა და მთელი რაღაც მიზნები გვაქვს რა, ახალი დაქორწინებულები ვარ და. მოკითხვას უყოლას ძალიან მიყვარხართ. და ის არა ქვია. ესეთი მოგზაურობისთვის, რომელიც არც ისე იაფიჯდება. არც დრო მემეტებოდა და არც თანხა, იმიტომ რომ ჩემი მიზნები იყო სხვა და მე ესე ვარ, როდესაც რაღაცა კონკრეტული მიზანი მაქვს, ამ კონკრეტულ მიზანზე ორიენტირდები და ყველაფერში სხვაში ფინანსები და დროს დაბანდება ჩემთვის არის ამის აზარჩი ვარ რა და ის არ მანჭებს სიამოვნებას, ასე ვთქვათ. თუმცა ვეთანხმები იმას, რომ მოგზაურობა უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია. დამტენია ჩემი აზრით ადამიანის. ხო, აი უდარდელად სადღაც არსებობა რა, რაღაცა ცოტათი უპასუხისგებლო, ცოტა დროის კონტროლის ცოტა ხნით მაინც. ცოტა ხნით მაინც რომ გაიხსენო რომ შენც ადამიანი ხარ და მოკლედ ლევანმა თქვა რომ მოდიო ჩვენო გერმანიაში წავიდეთო და როგორც იქნა ნენე ცოტა წამოიზარდა. პირდაპირ იყო შემოთავაზება. პირველი იყო გერმანია, ხო, სულ რა დავდიო რაღაცა, მოდიო ხა წამოდიო რა და ყველა მსაყვედურობს დღემდე რომ რატო არ დაყვები ლევანს, იმიტომ რომ ან თავის საქმიდან გამომდინარე, სულ აქვს რა, ეს რაღაცა. და მე შემიძლია გავუყვე, უბრალოდ გავუყვე, მეც ვიყიდო ბილეთი, მარტო კი არ წავიდე, ეს შანსი მაქვს. და ნუ მე რაღაცა მაინც ბავშვებთან ყოფნას ვანიჭებ ხოლმე იმ მომენტში უპირატესობას რა, იმდენი ხანი რო წავიდე სახლიდან რა ლევანის როგორც დათის არ მეწოდებია. ხო და მაინც ველოდები რომ ჩემი გოგოები გაიზრდებიან და მე როგორც დაქალები ისე ვივლით და ანუ ამის დრო იქნება რა, არ მაქვს ეს რაღაცა შიშები. მოკლედ მოყვები ხა პირველად გერმანიაში და მოკლედ ლევანმა გადაწყვიტა რომ მე და შენო წავიდეთო რა, იქ რაღაცა ძალიან საინტერესო გამოფენა იყო და იმის ნახვა გვინდოდა და ჩვენთან ერთად კიდე ქართველების რაღაცა გარკვეული ჯგუფი მოდიოდა და ლევანი არის უბედნიერი, საერთოდ როგორც პირველ პაემანზე არ იყო ეგეთ ბედნიერი, მაშინ პროცესში კაფებული ვიხართ, მაგრამ ძალიან ბედნიერია. და თან ბედნიერია იმით რომ მე ვყავარ, თან ბედნიერია იმით რომ ეს ყველაფერი რაც უკვე მან ძალიან შეუძლებლად იცის რომ ამაში გამიზიარებს და შეუძლებლად სულ ხელის გულზე უნდა გატარო თან მეღადავება და თან ნახევრად რაღაცა მეფერება და მეც და ან მითხარ რომ შენო ბარათი არ წამოიღო. და მეთქი რას ნიშნავს ბარათი არ გინდაო რა გინდაო იქ ყველაფერი ათრიო არ ბარათიო ან გასაღებიო მე ურისთვის ვარო ანუ ჩამოვალდო გასაღებით მექნება ბარათის მექნებაო ისიც კეშის მექნება ყველაფერი არაფერი არ გინდაო შენო წამოდიო იმიტომ რომ ეთყობა რაღაც შევეცოდა ეს ბავშვები რომ ყავდა მუშაობა და თვითონ ეხა რაღაცნაირად დანაშაულის გზნა მაქონდა მაინც და წავედით და თურქეთამდე სრულიად გაღრეჭილები ვიფრინეთ. გეჭი ლაუნჯში ვხედავ და რაღაცას ლაპარაკობთ ამ ჩვენს მეგობრებთან რაღაცა და უცებ ლევანმა ახედა სადაც და ანუ თქვენო რითი მიფრინავთო და მეთმა თქვა ჩვენო ამითო და ჩვენ და აი მე ლევანის ეგეთი სახე ძალიან ბევრი წელი უნდა გავიდეს რომ დამავიწყდეს ლევანის ეგეთი სახე. ანუ დაგვაგვია და თქვენი ჩვენი და ან სხვა კი ერთი სასტავი ვიყავით მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა დროს იყო ჩვენი ფრენები რა ისინი სხვა რაღაცით უყიდიათ ბილეთი და ჩვენ სხვა რაღაც სხვა ქალაქში მივფრინავთ თუმცა ძალიან გვერდი არის ეს კერნი და ის რაღაცა დუსელდორფი გვერდი არის და საჭირო ფიქრეთ რადგან ისინი გერმანიაში არიან ალბათ ერთად ვართ და ერთ ადგილას მივდივართ ყველა საქართველოსთან იქ და რო წამოფრინდა და ანა ჩქარა წავედითო და 10 წუთი აკალი ალბათ რა მაგრამ მე მგონია რომ ხა ეგეთი რაღაც არ მგონია რომ როგორ მოხდება ხარ ესეთი ჩემი ბედნიერების მოლოდინი ხა ესე დაიწყოს შანსი არის და ლევანიც გარბის მეც მივდები ოღონდ უკვე რაღაც 30 წუთის შემდეგ ვეუბნები რომ აღარ მინდა ნუ აღარც გერმანია მინდა აღარ ჩემ მიდიყარ არაფრის და რა ხო და წავიდე ყველაფერი ამ მზად ვართ რა
მოკეთ მივედით ვუხსნით, მაგიტომ ვერ ვიტან აი მას რა ქვია თურქეთს. ვუხთ ჯერ შენ რო საუბრობ ინგლისურად და ამ ემოციებში და ის რას გესაუბრება საერთოდ ვერ იგებთ, საშინელი ინგლისურით ვაპარაკობენ ეს თურქები და თან რა ქვეყანა რო და ხედავ შენს თვითფრინავს რომ იქ დგას და ჩვენ მეუბნებით რომ ეს რაღაცა და ის და მე თან თხოვე, თან ისა და თან ახლა რა ავიცი რაღაც მეთოდები არსებობს ალბათ რომ გავწოლილიყავი, არ ვიცი. ანუ არაო რა დაიხურაო გეითსო მორჩაო. დაიხურა გეითი და მან ვიხდი რომ დაიხურა ჩემი მოგზაურობაც რაღაცნაირად ცუდად არის აქ. ხო და კაიო წავედო ლეონ მოვბრუნდით რა მოვდივართ ყურებ ჩამოყრილი ანუ სრულიად რაღაც დათრგუნულები რაღაც ნუ კაი ხა სამოგზაურო ფული გვაქვს და ნუ ნაკლებად არ ვიშოპინგებთ რაღაცას ხა რა თქმა უნდა ათასები უკვე გადააწყვეტ ტვინი რომ შემდეგი რეისი უნდა იყიდო ქართველებს ფიქრობს რომ უნდა ვიყიდოთ ახალი ბილეთი რომ სხვა რეისზე და ხო და სხვისი უბედურება თუ როდეს მე ასე გამეხარდებოდა არ მეგონა ლევონის ორთან მეგობარს ხედავთ რომ ზუსტად იგივე მოსვლია რა ჩვენ იმიტომ რომ მათაც ასე შეშლეთ ისე გაგვეხარდა რომ უბედურებაში მარტონი არ ვიყავით იმათმაც რომ დაგვინახეს და დღემდე აი რაღაცა ღმერთის გამოგზავნილი ყველა ერთ შეცდომაში და მოკეთ შევხვდით ბილეთებთან და ვიყიდეთ ყველაზე მისაღები ფასი იყო რაღაცა ბელგიის ბილეთები და ოღონდ ეს ქალი გვეუბნება რომ ან ბელგიაში ხა თან თურქი ინგლისურად გვიხსნის თქო ბელგიაში ჩაფრინდებითო 1-2 საათში აუფრენაო იქო ჩაფრინდებითო მერეო 1 საათ ნახევარში აი ამ მატარებელზე უნდა იყიდოთო ბილეთები რომელიც მერე ჩაგიყვანთო დუსელდორფში ანუ იქაც მთელია რაღაცა 9 ზღვა და 9 მთა არის გადასალახი და უკვე არაფერი არ გვინა მაგრამ ნუ რაღაცა 120 ევროიანი ბილეთები ვიყიდეთ თუ რაღაცა არ გვახსოვს და ვიყიდეთ რა თან ცოტა ისე ვიხმრო ახლა ბელგიაში რა შეგვიშვენ იმიტომ რომ ჩვენ ბელგია არ გქონდა დაგეგმილი კიდევ კარგი რომ ვიზო რეჟიმი იყო კიდევ კარგი გავართ ამ ბელგი ნერვიული სიცილი გვაქვს ცოტათი მაგრამ ნუ აინც რაღაცა გზას ვადგავართ და ცოტათი თავისუფლებას არ ვაძლევთ რომ ბედნიერები ვიყოთ იმიტომ რომ აინც უკვე რაღაცა პრობლემაში ვარ და კაი ჩავჯექით და ნუ ახან ჩავჯექით და რაღაცა გაფრინდა ეს თვითფრინავი და ავფრინდით და უკვე რაღაცნაირად ვიხსენებ რომ ნენე გამომეტირა ძალიან და რო წამოვედი და ალბათ არ უნდა წამოსულიყავი თქო რა და ამისთვის ვისჯები ხო ვისჯები ალბათ იმიტომ რომ სად მიდიხარ ერთი ბეწო ბავშვი დატოვე ამ ხელა ქალი ვერ მოასწრებ მოგზაურობას რატო დატოვე ერთი წლინახევრის ბავშვი შენ რისთვის მიდიხარ რა საჭირო იყო ეხლა პროექტს წასულიყავ ამდენჯერ არ წას აქამდე არ გიმგზავრია და მოკლედ კაი წავედი და ცოტა მივხვდი რაღაცა შიშები დამეწყო ყველა ტურბულენტურ ზონაში ცოტა რა ხდება რა და ჩავედით რა ჩავფრინით ამ ბელგიაში და ჩავფრინით უკვე ერთმანეთს დანახვაც არ გვინა არაფერი არ გვინა რაღაცა და დაღლილები ვართ აი ჩავედით ამ ბელგიაში და რაღაცა და გავარ და ტრიალებს ყველაფერი და არ არის ჩვენი ბარგი ხო მივედით ამ ბარგზე და მე ვარ როგორიცი ყოველ ჯერზე ვლოცულობ ჯვარზე ხელი მიკიდია და ღმერთო ჩავიდეთ ამ გერმანიაში თუ ჯანდაბა და მეტი აღარაფერი ახლა ოდე ხა უბრალოდ ჩავიდეთ ამ თავგადასავ და ველოდებით არ არის ბარგი გავიგეთ რომ თქვენ რაღაცა ესეო გვიან მოხდაო და შემდეგი რეისი ჩამოფრინდებოდ 1 საათშიო და იმას გამოაყოლებენ თქვენ ბარგს მე ვფიქრე რეისი რომელზეც დაგაგვიანდათ იმან ხო არ წაიღო გადაიტანა ხო ღმერთმა იცის იქ რა მოხდა ამ ბარგი ჩამოიღეთ თუ არ ჩამოიღეთ თუ გვიან თუ რაღაცა მოკეთ 1 საათი უნდა დაელოდოთ. კარგი დავჯექით ახლა იმაში რა ქვია ბელგიის აეროპორტში და ვხედავ და ველოდებით 1 საათში და მართლაც რაღაცა 1 საათში ჩამოფრინდა რაღაცა რეისი. კიდე რაღაცა მორიგი 4 ლოცვა წავიკითხე და ჩამოვიდა ეს ჩვენი ბარგი როგორც კი რაღაც ბარგი ხა. ოღონდ ხა საქმე რაშია? სანამ ამას ველოდებით იქ მატარებელი გადის. რომელიც გერმანიაში უნდა ჩავიდეს და მათ როგორ არის ჯერ რაღაცა ნახევარგზას გადის და ყველაფერი ბელგიურად წერია და მე ნახევარგზას გადის და უკვე გერმანულად წერია ეს ბელგიური თუ და ფრანგულს გავს თუ რაღაცა რა სხვა თქვა აქ სხვანაირად წარმოითქმის სხვანაირად წერია ეს სტეიშენები ანუ ის სადგურის გაჩერებები და ამ ბილეთზე თუ აქ აწერია რაღაცა რა ვიცი მე გორი იქ სხვანაირად აწერია ეს გორი რა ანუ არაფრის ცოდნა არ არის აქ ის არა ქვია დამამშვიდებელი ხო და ეს სრულიად მოხუცი კაცი რა უბედურება ანუ როგორ აგრესიულად მახსოვს ეს კაცი ანუ რანაირად აი რო გონია რომ 2 წუთი აქ დარჩენილი ეგეთი მოხუცი კაცი ხდება ბილეთების საყინლად ძალიან დიდი ხელის განკა და სათვალით ნახულობს ამას და რაღაცა ბილეთებს გვაძლევს და არა უგეუბნება ეს აქ ეს იქ რაღაცას გვანიშნებს და ჩვენ ვნებით რომ ჩვენ ბარგს ველოდებით და 1 საათით ადრე თუ წავიდა მატარებელი
ვერ გავყვებით. და არა ვერც არის საათი და წუთი ქონდა თუ რაღაცა ეგეთი დრო და ანუ აი ეგეთი რაღაცა აქიდან აქამდე და ეს ხა დრო არის ყველაზე სტრესი და დრო რო არ გაქვს. ერთ საათში რო არ ჩამოვიდეს ბარგი ჩვენ ვერ გავყვებით ამ ბოლო შანს ბოლო მატარებელს. და 8 საათზე თქვა მატარებელი უნდა გავიდეს 7 რო 5 აკლია ბარგი უნდა იყოს რა. თქვენ აიღეთ მაინც ბილეთი ხო იმ ავიღეთ იმიტომ რომ მეტი არ ქონდა. ასრებთ. ხო, მეტი შანსი არ ქონდა, მაშინ უნდა დავრჩენილიყავით აეროპორტში. ავიღეთ ეს ბილეთი და ღმერთო რა არც მახსოვს რაღაც კოშმარებით ჩამოვიდა ეს ბარგი რა. ჩამოვიდა ბარგი და გავბივარდ ჩქარი დიდი ნაბიჯებით ყველანი რომ ჩავიდეთ და ამ კაცს რაღაცა კიდე ბოლო ის დასტური მოგწეს ჩაგვიტყას და გავიდეთ და ჩავსხდეთ მატარებელში. მატარებელი სადღაც ორი გადაჯდომა რაღაცა სადღაც მიდის და ჩამოდიხარ ბელგიაში და არის ღია სადგური. ხო რა, ანუ რაღაცა შენობაში კი არა, ხარ რაღაცა ღია სადგურზე ვართ, სრულიად უკაცრი, აი არმაში რო იყო ღამე, არმაზის გაჩერება რო არის, ხო იცი, აი მან კიდე ხალხი ცხოვრობს რაღაცა, აი საერთოდ უკაცრიელი ადგილია ბელგიაში. სადღაც შორს ხედავთ რომ კაფეა და ისე ხშირად გწყურია რომ იქ უნდერთი ყავა დამალებინა და მეტი არაფერი, მაგრამ ბარგს ვერ ვტოვებ, იმიტომ იმდენ რაღაცას დავიგვიანეთ რომ ეხა კიდე ჩვენ ეს მატარებელი გავამაზოთ, ძალიან ცუდი იქნება. მოკლედ რაღაც არ მახსოვს გადავჯექით თუ იმ ღამეს ველოდები და მოხდით აი ეგეთ რაღაცა ძალიან პატარა ქალაქში თუ უბანში სადაც ეს უნდა იყოს და აღმოჩნდა რომ იქ არის რაღაცა ფესტივალი, ღამეა უკვე და ცივა როგორ იცი, ყველაფერი ამოვიღე და მაცვია. თებერვალია და მეყინება ხელები და რაღაცა კოსტიუმირებული ფესტივალი არიან სრულიად თრალი მთელი ქალაქი და რაღაც ძალიან ხმაურიანი თინეიჯერები მელაკუდას და რაღაც ეგეთ ფერებში დათვის და რაღაცა და უკვე ხვდები რომ ძალიან ცუდ ფილმში მოხვდი აი არაფერი ისე მეშინია რომ ხა მგონია რომ ალბათ ეხა დაგვაყაჩაღებენ იმას წაიყვანენ იმას მოკლავენ აი ყველაფერს ფიქრობ რაღაცა ღია სადგურზე კაცი შვილი არ არის და მარტო ამ სადგურებიდან გამოდიან ეს მთრალი კოსტიუმირებული ხალხი ზოგს რა აცვია ზოგს რა ზოგი ფაგისტეინი ხო ცუდე ჟუტკი აი ეგეთი ფილმები როგორ გზადება მე ხო იცი ვიღაცა აგიშარდება და ვიღაცა დანა უნდა გამოიყოს და მე შენ უნდა ეხვეწო რომ ყველაფერი წაიღე თქო გაგვიშ დაწყებაც მასეა მაგ ფილმებს რა მსგავსი ყველაფერი ბედნიერად და ახალგაზრდა მიდის სამოგზაუროდ და ზუსტად ხო და მე მგონია რომ всё მაგ ფილმში მოხვდი და ეხლა სადღაც ვიღაცა ბელგიელი გაგვიტაცებს და მოკლედ ჩავჯექით მოვიდა ეს მატარებელი ბევრი ნერვიულობის მერე 2 საათი დაიგვიანა თუ რაღაცა და ძალიან დიდხანს ვიყავით ძალიან გავიყინეთ რიგრიგობით გადავედით იმ კაფეში რომ მოდი ჩქარაი რო გადადიხარ და მაინც რომ მორბიხარ რა რა ვიცი ეგ უგემურად არაფერი არ დამილევია ცხოვრებაში და ჩავჯექით და შევედით და ნუ აი ეს ბილეთი ნახევრად აქეთ ბელგიურად რო წერია ნახევრად აქედან ეს ბელგიურთან რაღაც მე მგონი ფრანგულს გავსავით აქეთ გერმანულად რაც არის ვიცით რომ ამის მერე ეს არის და ამის მერე და თიძე დასაცვალად 13 გაჩერება და ამოდის რა კაკალმეშიკებს ქართულად რა ქვია რა ვიცი მე ვიღაცა ჯიბისკო ამოდის მოკლედ ვიღაცა ქართველი არ ვიცი ახლა ის რამდენად უნდა ვთქვა და სწორია რომელიც ხვდები რომ არ არის კაი რაღაცით დაკავებული რა ფლაც ამაყოთ არ იქცევა მაგრამ რა თქმა უნდა ორნი არიან და მოკლედ თავისთავად რაღაცნაირად ჩვენ დისტანცირდით და არ გვესიამოვნე ხა ქართველის შეატყვეთ რომ რაღაცა შევატყვეთ რომ ვერ გავიგეთ რა იყო მისი რაღაცა მიზანი ისედაც შეშინებული ვარ და უკვე ერთმანეთსაც არ ვედობით საერთოდ ადამიანსაც აღარ ვენდობ ხო გარემოც ისეთი იყო რომ ისედაც ყველას ეჭვის თვალით ხო და ის რაღაცა ადამიანი რომელიც შენ სენაზე ლაპარაკობს და კიდევ რაღაცა საიჭვო ვითარებაში არის ცოტა არ გსიამოვნებს შეიძლება არც იყო ეგრე მაგრამ არ იყვნენ ფხიზლები ესე ვიტყვი ჯობია არ იყო მთლად ფხიზელი რა ეს ორი ქართველი და შესაბამისად ძალიან არასასიამოვნო იყო და ხა რომ გეიმედება იქ მაცხოვრებელი ქართველი რომ რაღაცა ბოლოს და ბოლოს ამას წესი არ წაგიკითხავს და დაგეხმარება იმ სადგურზე მისვლაში და ძალიან ბევრი გველაპარაკეთ ჩვენც რაღაცა ველაპარაკეთ მაგრამ თან ისეთი მოძებულები ვართ რომ აღარც აი რაღაცა მართლა დანა ყველს არ გვიხსნის და ძალიან დაძაბულები და ბოლოს მაინც ქართულმა გვიშველა იმარ გითხრა რომ აიო რაღაცა ასევე ექსტრემში ძალიან ბევრი ხალხი იყო გითხრა რომ აი ეს არისო ეხა უნდა ჩახვიდეთო თქვენო და ჩამოვარდით უცებ ყველანი ჩვენ თქვენი გაჩერებაა ხო და რაღაცა 2 საათ ნახევრის მერე ესე უცებ ჩამოვარდით
იქ უკვე ძალიან გვიან ღამე, იქ რაღაცა კიდევ ასე იქ ხო ევროპაში თითქოს ვერ იფიქრებ, რომ ღამე რაღაცა გარკვეული საათის მერე ვერ იფიქრებ, რომ საერთოდ აქ ამ ქალაქში ხალხი ადამიანი ცხოვრობს. ანუ ისეთი სიჩუმეა ეზოებში, ისეთი სიჩუმეა ქუჩებში, რაღაცა უბნებში შეხარ რომ შეიხედები ცოტა იტალიურ ეზოებს რო გავს რა. შიგნით პატარა პაიოები რო აქვთ ეს ეზოები, ვერ მიხვდები, იქ მართლა ცხოვრობს ადამიანი თუ არა, ისეთი სიწყნარია. აი, რაღაც უკაცრიელ корпуს უფრო გავს, თუ შუქი არანთია. დაახლოებით აი ასეთ უბანში შევედით, კაცი შვილი 12 საათზე ყოველსე ძინავად, თვითონ ის ვისგანაც სახლი ქონდა ნაქირავები, ისიც არ დაგვხვდა, რაღაც ეგეთი სახლი ქონდა ნაქირავები. იმან რაღაცა გასაღები, ის დღემდე არ ვიცით ვინ იყო, რა იყო, რაღაცა ტელევიზორის ხმა ისმოდა ღერძზე საყლიდან და იქ ვიღაცა იყო, საკმაოდ ცოტა არასასიამოვნო ახლოს. ძალიან ცუდად გვახსოვს ორივეს, მოკეთ ეს მოგზაურობა. მაგრამ რაღაცა მოვედი. არა გიხსნათ რა ფესტივალიაო, მე ძალიან ბადა. არაო, რაღაცნაირი ამათიო, რაღაცნაირი ფესტივალიაო, რაღაცა ლუდის, რაღაცა კოსტიუმირებული და ხო, ის რაღაც ამოვიდა სადღაც მიდიოდა რა. და ის რა ქვია, უკეთება ბევრი რო არ ვილაპარაკო, უკვე ბევრი ვილაპარაკე უკვე არ გამოვიდა. მივედი, ან ბევრი ძალიან ბევრი დამძაბველი რაღაცა და უკვე არაფერს თავი არ გქონდა. მივედი და არ გვაინტერესებს, ძალიან კარგი სახლში რაღაცა ისე ნორმალურ корпуში ავედი, დავწექი, დავიძინე და ლევანმა მევდირი წავალო რა, რაღაც წავალ სამსახურშიო, ჩემს საქმეს მივხედავო და დაისვენეო შენ და რომ მოვალო მე ჩვენ საქმეს მივხედავ და კაი მეთქი. მე გავიღვიძე, ჩავედი რაღაცა ძალიან ფრთხილად თაგვივით. ესე ძალიან ფრთხილად გავიღედი, ყავა ვიყიდი კრუასანი რაღაცა და ამოვედი. და ყველაფერი კარგად არისო, მოვიდა, ყველაფერი იგზი არისო. გადაიარაო რა, მაგ მივედიო, იქ ყველაფერი აეწყო, სამსახური ის მომეწონა და მოკეთ всё, ჩეულით დაუბრუნდით და всё, რაც იყო რა, აღარ იმასქნათ, მაგრამ ვატყობთ, რომ დასტრესილები და შეშინებულები ვიყავით. არ ვიცი, რატო დაგვემართა ეგეთი რაღაცა რა. იტყობა სულ სხვა მოლოდინო გაგდა ცოტათი რაღაცა და მე ყოველ ნაბიჯზე რომ დასაძაბი რაღაცა გვხდება რა და ისა რა, გეშინია და მარტო რო ხარ სხვა არის. მე მაგათად პროვიზებები ხოლმე როცა ლევანი მახლავს და ლევანს ალბათ მე რო ვახლავ მაშინ იძაბება რა, თუ კი რამეა ხოლმე რა. ახლა მე ლევანის ფიქრებით წავიკითხე, შეიძლება ფიქრობს რომ წამოვსულიყავი მარტო. არა, ფიქრობს მე გეტყვი ლევანის ახლა. ალბათ ფიქრობს რომ აი რაღაცა ისა, მაგრამ ამას ვერ მეუბნება, იმიტომ რომ ახლა თავის საყვარელი ყავს აყვანილი და უნდა რომ აზიემონოს და თავიდან პირდებოდა რომ ხელის გულზე გატარებდა, შენ არაფერი ბარათი არ გინდა და ჩემო სიყვარულო როგორ მიხარია რომ ჩვენ ერთად და უბედნიერ ესე ორი სახე ლევანის ჩვენ თვითმფრინავშრობის ხედით და მე თურქეთში რომ გავრბოდით ორი სხვადასხვა კაცი სახე იყო და მოკეთ მოვიდა და კაი წავიდეთ ახლა სადმე გაიმეთ კიდევ მე წავდექი რაღაცა და იცი როგორ ვარ აი ძიმე ღამის შემდეგ თავს ცდილობ თავი ხელში ავიყვანო იქ ძალიან ბევრი რაღაცაზე ვიფიქრე უკვე იმ ღამეს ძალიან ბევრი რაღაცაზე გამოვუწყდი ჩემთვის ვაღიარე მოვინანიე დანიშნულებს წერტილამდე ჩააღწია თუ კიდე გიწევ დუსადორფში დუსადორფში ჩავედით და უკვე გავედით რა ქალაქში რა მევანაც რაღაცა თავის საქმეები მოაგვარა და მეც და შეგვიძლია ვისი ამ გავედით და იმას ვყიდულობთ ახლა გაჩერებაზე ვარ და ეს კაცი რომელიც რა ვიცი 700 წელი ესე დაფრინავს მოფრინავს და ბილეთებს ყიდულობს და იდეალურად ერკვევა ყველაფერში. კაიო ბილეთი ვიყიდოთო და ამოიღო რაღაცა და მისცა და ელოდება და ვაიმე ესო რა უქენია და ბანკის ბარათი ჩაგვიყლაპა იმან. არასწორად მიადო რაღაცა და მოგეთ ბანკის ბარათი ჩაგვიყლაპა და ბანკომატმა აპარატმა ხო? აპარატმა არ გამოდის ეს ბარათი. ხან ესე უჩრიკინეთ და არ გამოდის. ხვდები რომ უკვე ლევანი საერთოდ არ აინტერესებს მამა არის, ქმარია, შვილია, საერთოდ ქართველი ადამიანი ჩემს გვერდით აი თუ რაღაცა. უკვე უნდა რომ დამახრჩოს, იმიტომ რომ ჩემს გარეშე ყველაფერი კარგად არის და რანაირად მეთქი ხვდები რომ არც უნდა ვკითხო უკვე ძალიან შეცდომა დაუშვი რომ ვკითხე რომ ანუ მე რას ვეუბნები იცი რომ ანუ როგორ შენ ჩემს გარეშე ამდენი კი მოგზაურია და ერთხელ დამოკავიდა რატო დაგვემართ ამდენი რაღაცა და ანუ უკვე ვარ და ერთი პატარა გაკურა გვინდა რომ აუფეთქდეთ და ლევანი მიყურებს რომ აუ შენ რა გიჭი შენ თარსავ მე მგონია და მე გთარსავ მე მეუბნები მაგას რომ მე გთარსავ მეთქი როგორი ძრებლები ტიროდი, იცი, აი ბღაოდი და არ დაგავიწოს მე ის გოგოა, რომელსაც ბარათი დაატოვებინეს. ბარათი არ გვაქვს, არ თვითონ არა აქვს მეტი ბარათი.
რა თქმა უნდა ონლაინ ბანკები გვაქვს რაღაცა და ანუ ჩვენ შეგვიძლია თანამშრომელს გადავურიცხოთ და მან გამოიტანოს იმ აპარატს ამის საკონტაქტო არ აწერია იმ აპარატს დავრეკეთ ცხელხაზეც ბარათიც გავაუქმეთ თბილისში იქათ რაღაცა ეს ყველაფერი ვქენით მაგრამ ესეც ხო ნერვების გლეჯი არის რომ აღმოაჩენთ და კი ამოვყარეთ რაღაცა 50 евро ქონდა ქეში და მივედით დანიშნულების ადგილას და მე ვისესხე და ანუ აღმოჩნდა რომ ყველაფერი რაც კი ქონდა 2 წლის ბიუჯეტი დაკარჯული გვაქვს და იქამდე რაღაცნაირად კიდე დარდივით ვატარებდი რომ არ უნდა წავსულიყავი და არ ვიყავი ღირსი რომ ბავშვი ანუ არ უნდა წამოსულიყავი ესე იგი არ უნდა წამოსულიყავი ეს აზრი იყო ჩემთვის ის არა მუდმივად რაც აკვიატებულად მქონდა თავში და ბოლოს ჩემ კიდე მე და ლევან ერთად ვიყავით კიდე ბარათი რო ერთადერთი ბარათი რო ბანკომატმა ჩაუყლაპა აი რო დავიწყე ტირილი ხმამაღლა ვტიროდი რატო არ უნდა წამოვსულიყავი აი ნენე რო დავტოვე მეტის ღირსი მაგრამ რატო წამოვედი ერთი მეწობავში დავტოვე და მაგიტომ მემართება ეს ყველაფერი და სულ ყველაფერში ჩემი თავი დავადანაშაულე და ამ შუა ტირილში ვიღაცამ გამომხედა არ ცოტა დაწყნარებული ვიყავით და მე და ლევანი უკვე ძალიან გაბუტულები აი თქვენ დანახვა აღარ გვინდა რომ აი აღარც ლევანი მინდა აღარც გერმანია მინდა და ეხა მინდა რომ არაფერი არ მინდა მეთქი მინდა რომ დროზე წავიდე სახში და ნენე ვნახოთ. იმიტომ რომ მგონია რომ ნენი არის სადაც უნდა ეს ყოფილი და მოვინანიო და მივიდე და დაუბრუნდე დედობას. აი რა არის ეს ანა გვაქვს თავში ჩამჯდარი და ყველაფერი შემბრალია. ყველაფერი ანუ მარტო მე ვარ დამნაშავე რომ დედა ბავშვი დავტოვე და ვიღაცა ხალი მომიბრუნდა და თქვენ ვანა არ ხართო? ქართულად მეუბნება დუსელდორფის რაღაცა ერთ-ერთი უბნის რავი დაახლოებით აი ხა იმაში რო იყო რა ელექტროდეპოზიტი რაღაცა. ფაინ და ემიგრანტი ქართველები რომელიც მოვიდა და ფოტო გადაიღო და რაღაცა მომეფერა და ისქნა და აი შემ თავს დავუბრუნდი ხო იცი რაღაცა და ადამიანურად რაღაც სხვა რაღაცას თავი ხელში ავიყვანე თრემლები მოვიწმინდე ისა და ნუ მე დავილაპარაკეთ მე და ლევანიმ რომ მე მგონი არ არის თლად მე არ დამითარსავს და მე მგონი რაღაცა უბრალოდ ესე დაემთხვა რაღაცეები და მეტი არის კიდე რისი დაკარგვაც შეგვიძლია ანუ კიდე განარაღა მეტი გასამდა ხო იცი ყველაფრით ვინ უგეშე თავი გასამდა ბარგის ფრენაც და ეხა ბარათი და მე 2 დღის მერე კი დამეჩხუბე რომ აი ბარათი რატო არ წამომაღებინე მეთქი ან იმის მაგათ რომ მადლიერი ყოფილიყავი და შემერგო ხელის გულზე ყოფნა ისევე ჩხუბე რომ მეთქი ბარათი ის მერე მიმაკ 2 ბარათი და ისე ქალბატონის მოსვლა ალბათ ცოტათი ხომ მაინც დააკომპენსირა ასე რაღაცა სასიამოვნო კი ძალიან რომ ყოველთვის აი სულ ახლა რასაც ყვები ყოველთვის უცდიდი ახლა ესეთ წერტილს ესეთ მომენტს რომ რაღაცა ბალანსი ყოველთვის გახსენდა რომ ვინ ხარ საიდან მოდიხარ რაღაცა სიტყვა რაღაცა ადამიანური და ბარათია რა და ფრენაა და კი დაისტრესე მაგრამ ეხლა თავი ხელში უნდა იყვანო. ერთი ვერსია მქონდა, ისე მეგონა ბანკომატ შერცხებოდა და ამოასწრიალებდა ბარას და კიდე ფულებსაც მოაყოლდა. არავის არ შერცხვა იქ. ოღონდ სუდი რა იყო იცი? მეც დაბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ მე დავთარსე და ჩემს გამოდაემართა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ესეთი ბედნიერი იყო რომ მე ვახდი თან ამდენი ხის მე და როგორც იქ ერთად გა მე მგონი ყველაფერი დაავიწყდა რაც იქამდე ისწავლა და მართლა რაღაცნაირად ხო იცი შეყვარებული დაბნეული რო ხარ ეგრე იქცეო და ეხლა მივხვდი უკვე რა ხო და უკანა გზა როგორი იყო უკანა გზა იყო არა უკანა გზა ნორმალური იყო კარგი იყო ცოტა დისტანციით მე ერთი დღე შენ თვითონ თავის საქმეს ვიღე და მე რაღაც აკვარიუმში წავედი თუ რაღაცა მეთქი მე გავივლი თქო თუ შეიძლება ცალკე და ისიც ჰაერს და რაღაც ამოვისუნთქეთ განვიტვირთეთ ცოტა დავშვიდით დავწნადით და არაფერი ერთი ვამბობდი რომ მეთქი ხა ძალიან მეჩქარებოდა რომ სახლში დაბრუნებულიყავი დროზე მაინც ეს მქონდა რა მაგრამ ძალიან ცუდად მახსოვს ძალიან დიდ ხანს არ მიდოდა გაფრენა არსად დღემდე მეზიზღება თურქეთის აეროპორტი წარმოიდგინე ხა შენ მომიყევი ქალაქზე სადაც ნავყოფი არა ვარ დუსელდორფს გულისხმობ მაგრამ სადაც შეიძლება მესწავლა და შეიძლება მეცხოვრა შესაძლოა კი საბუთები გავაგზავნე 90-იან წლებში წარმოიდგინე და მომივიდა მოწვევა და ნუ ვეღარ წავედი რა მაშინ ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტი აქვს და ხო ვაპირებდი სწავლას და ესე განვითარდა მოკლედ მოვლენები რომ დღეს აქვს. ძალიან კარგი, მე მიხარია რომ არ წახვედი და საქართველოში და მეც მიხარია აქ წვალობ შენი ყველაფერს იმისთვის რომ რაც უფრო ბევრი კარგი ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში
რუსეთში ისე ჩავიდეთ ხოლმე. მე ვიცი ეს კარგი ქვეყნები მოგზაურობისთვის არის ძალიან კარგი, ხო. თორე ხო იცი ხა ევროპა, შენ გონი ევროპა კარგად არის, კაცო, რას ევროპას ისე უჭირს ეხლა. ხო. გიждები ხოლმე ამას რომ ამბობენ. ისე უჭირს ევროპას, ისე უჭირს, რომ მეტი რომ არ შეიძლება რა. ხო, გამორბის ხალხი რამდენი ევროპელი დადეს ჩვენ. ხო, ჩვენთან სულ გამორბიან და იძახიან რომ რა კარგია რომ შემიძლია. გიждებიან აქაურობას. გიждები, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ეგზოტიკური თავგადასავალი 20 დღიანი მისთვის თორე აქ ხო არის ცხოვრებს არა იმ პირობებში რაშიც ანუ რაში ჭირდება ამ წასულში დაბრუნდა. სასიამოვნოა რომ აი მოგზაურობის ამბები ქართული ამბები დაიწყე შიდა მოგზაურობებით, იმიტომ რომ როგორც წესი ახ ძირითადად უცხოეთის ამბებს ყვებიან ხოლმე და რატომაც არა ჩვენთან მართლა ბევრი რამეა სანახავი და ძალიან მაგარი იყო ხაშური რატო აწერი მე მიყვარს ხაშური. მე მიყვარს ხაშური რა თქვა მაგაზე აი რამდენი წლის უნდა ვიყო რომ მე მიყვარს ხაშურზე ეგ არ გამახსენდეს. ეგეთი სხვადასხვა შარშან ვთქვი რომ ზაფხულში შარშან წინ რაღაცა ისე იყო რაღაც კურსებზე ძალიან მარტივ რაღაცას და აი თქვენი სამი ისეთი ოცნება მიზანი რეალურიო და დაქალებთან ერთად ესპანეთში მოგზაურობა რაღაცას მივაწერე რა უბრალოდ იქ დავალებისთვის რომ თავი გამერთო და მე ისე აღმოჩნდა რომ გოგოები წავედით მადრიდი ბარსელონა მე მივხვდი რომ ხახტა ეს მე არ მიყვარს ეს ტურისტული დასვენება აი რომ მიდიან შედიან რაღაცა იმაში რა სტანდარტული პროგრამით რო იდებენ ხო ნახო ისინი რომ უნდა ნახო და აუცილებლად უნდა შეხვიდე მუზეუმში და აუცილებლად არა მე მიყვარს იქ ცხოვრება აი რო ჩამოჯდომა იმ კაფეში ყავის დალევა დილის ყურება როგორი დილა აქ იმ ქალაქს როგორი საღამოა ხალხი რანაირად აი ცხოვრების ყურება რა ყველანაირად პროფესიიდან გამომდინარე თუ ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე და სულ მაგაზე ვჩხუბობ ხოლმე რომ ანუ ნუ მარბენინებთ რა ანუ არ მინდა მე რა თქმა უნდა მომწონს ძალიან მიყვარს და მაინტერესებს უნებრივია ამ ყველაფრის ნახვა მაგრამ ასევე მინდა რომ ეს იყოს რაღაცნაირად ბედნიერების წყარო და სულ სხვა რაღაცა მინდა ვიგრძნო და არა მარტო ის რაღაცა ხო სალვადორ დალის ნახაც უყურო გიჟევით რა თქმა უნდა ანუ ამის დაბალანსება შეიძლება რა და სულ ვიძახი რომ კიდე დავბრუნდები ამ ქალაქში ანუ რა სიგიჟია სად გარბის არც მე გარბი ვარ და არც ის და თან ახლა შენით ხო უნდა აღმოაჩინო რომ იგრძნო იმ ქალაქს ან შენებული აღმოჩენა გჭირდება ახლა ვიღაცა რომ პროგრამით წაგიყვას საინტერესო რა თქმა უნდა პროგრამით სიარული არ მიყვარს ზოგადად ძალიან ძნელია გიდის მოსმენა როცა ჩვენთან ლაპარაკი გიყვარს იმიტომ რომ ძალიან დიდხანს და ხო ხა ის ცდილობს რომ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაცია მოგცე და შენ ძალიან დიდხანს ჩუმად ხარ და მიყვები მის და ცოტა სკოლაში მგონია ხოლმე ჩემი თავი ამიტომ ცდილობ რაღაცნაირად მოვემზადო და მე თვითონ ვიცოდე რა სად მივდივარ იმის შესახებ ისტორია ვიცოდე და ისი ნახვაც მინდა თუმცა ბოლოში სანამ რაღაცას მოყვებდი ბოლოში ვიტყვი რომ ბოლოში კი და მე ვიტყვი ბარსელონაში ერთ-ერთი საყვარლესი გიდი იყო რომელმაც რაღაც შემოგთავაზა რომ რაღაცას გაჩვენებთო და მე ვთქვი არ ვიცი ცხრა გოგო ვართ მე კიდე ცხრა გოგოს თუ გააჩუმეთ ხო მე არ ვიცი ვღეჭებდავზე არ ვიყებ და ყველამ გამოთქვა სურვილი და მივხვდი იმისა რომ ჩვენ უკვე რაღაც შემოვლილი ქონდა ყველაფერი სულ სხვანაირად წაგვიკითხა ქალაქი და იყო ისეთ საინტერესო ისეთ თავგადასავლო უკვე იცოდა რომ სად უნდა დამდგარიყავით საიდან რაკურსი ძალიან ლამაზი ფოტოები საიდან გამოდის და მე ყველან ისეთი მშვიდა და გვიპატრონა აქედან დადექი ხა მოდი ხა მე გაჭმევ კარგ ნაყინს სადაც არის ტურისტული კი არა აი ესთან თვითონაც ცხოვრობს და უსაყვარლეს თან ქართველი გოგო იყო ადგილობრივი თვალით დანახული ხო და ძალიან საინტერესო იყო ძალიან საინტერესო რაღაცები მოგვიყვა რა ხოლო პირველად აი ესე ტურისტივით ვიარე ვატიკანში დავიკარგე იამთან ვიყავით იტალიაში ჩვენ მეგობრები ბევრი რამდენიმე და ისე მოხდა რომ ვატიკანში ავწეთ ერთმანეთს და აი სად არის ეს სად არის რაღაცა მცირედი დაძაბულობა არის ხოლმე ხო იცი იმან არ გაგასტროს ისე და ყველას თავისი რითმი აქვს ვიღაცას რაღაცის ყიდვა უნდა და მაშინ ვისიამოვნე ძალიან და მე გამოვედი კაფეში როცა დაიკარგე ხო რომ დავიკარგე და მარტო ვიყავ იმიტომ რომ მარტო უმნიშვნელოვანესია უცხო ქალაქში ხედია აუცილებლად ჩემი საყვარელი მომენტი არის სასტუმრო და რომ გამოხვალ და გახედავ მოდი დღეს აქეთ წავიდე თუ ეს არის თავარი მოგზაურობაში ხო ეგ არის ეს რაღაცნაირად სადაც მიგიზიდავს რაღაცა კარგი ქუჩა ჩანს ხო და სად მიდიხარ და ანუ ხო რა ახალ სამყაროში შედიხარ რაღაც ახალ აღმოჩენები კი მეც ძალიან მსიამს კი შეიძლება სადღაც დაიკარგო მაგრამ არ არსებობს ხო Google Maps-ი როცა არსებობს ყოველთვის მიაგნებ იმას სადაც ცხოვრობ და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ფეხით ვიარო და დავათვალიერო საყვარელი ქვეყანა ესე იგი შედის რაც არ გინახავს ისიც პრინციპში იმიტომ რომ რაც გაინტერესებს
სიმართლე გითხრა პირველად საოცნებო იყო იტალია რომ მინახა თავის კულინარიის და თავის ტემპერამენტის და ენაზე ვგიჟდები და ყველაფერზე და ამის ნახვა მინდოდა და პირველი ქვეყანა მართლა იტალია იყო და მე რაღაცა ქვეყნებს ისე უკვე მაგალითად ვენაში რომ მიდიოდნენ მეთქი ხე რა თმინდა ეს რაღაც მოჟამული რაღაცნაირი ვენაში ვიყავით რამდენიმე დღით მე და ჩემი ქმარი ჩემი მეგობრები ცხოვრობენ იქ და რო ჩავედით მივხვდი რომ რომ ეს არ არის ის მოგზაურობა რომელიც ანუ მოგზაურობას რო ეძახიან ყველაფერი მაღალ დონეზე არის ანუ რაღაცა ვენა და ის ვნახოთ და ის კულტურა და იქ არაფერი ანუ პაბში რო შევედით ომის ნახევარზე ანუ ჩვენ რო გვეგონა რომ ეხლა დავლიეთ ვიკეიპედია გავერთეთ და დავშორდით არა რას გიოდა აი ესეთი ლუდები რო არის ხო დიდი ეს მოაწყავენ და ეს ცოტა კაფი რო გადამოდის აი ეგ დაიწყო პირველის ნახევარზე მე ეგეთი გემრიელი ლუდი საერთოდ არცად არ გამისინჯავს ლუდის მოყვარული ვარ ზოგადად ძალიან მიყვარს და იყო უგემრიელესი და მე მეგობრებთან და გავერთეთ და დავისვენეთ და ძალიან ავთენტურ ადგილებში ვიყავით რა იქვე სადაც იქვე არიან ძველი კაფეები ძველი ისეთი არატურისტული და პირველად დავისვენე მაშინ. აი პირველად დავისვენე და ეს ისეთი კარგი იყო. საერთოდ არაფრის ნახვა. ცუდ რაღაცებს ვიცახი რომ თითქოს გეუბნებით რომ სადღაც მუზეუმში არ შეხვდეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცა ესე დაემთხვა რა. ანუ რა უნდა გავაკეთო კი არა. უფრო მეტი რამაბედნიერებს და 1-2 რა უნდა ვნახო რა, ეგეთი. მე და ვენაში მახსოვს თქვი რომ ვენაში დაამეუფლა განცდა რომ ამ ქვეყანას რაც თქო ბერლინში, პარიზში არ მქონია ეგეთი განცდა, პირიქით მიკვირდა ზოგადად რატო გახსნა ევროპამ არ ვიცი ხარ რამდენად სწორად ვამბობ ამას, მაგრამ აი შენს მოწესრიგებულ სამყაროში რამდენად რთულია მიიღო სხვა ქვეყნის ემიგრანტები და როგორი დიდსულოვნება ან როგორი აი რა არ ვიცი მათ თავში რა არის მოსწონდეს ყველაფერი თვითონ მოქალაქეებს და სახელმწიფომ გადაწყვეტა ეხლა ალბათ უკვე აღარ რაღაცა შიდა სინანულები უკვე არის მაგის იმიტომ რომ მაგრამ ანუ სუდი პრეცედენტები განსხვავებას რა თქვათ იქ მაცხოვრებელსა და სხვა ქვეყნის ისეთ მასიურ ემიგრაციას გულისხმობ რა ქართველები რა თქმა უნდა ყველგან არიან ყველგან გაიგებ ქართველის ხმას გერმანიაში საფრანგეთში საბერძნეთში გასახდელში შეგიძლიათ ალბათონი ერთმანეთს ნახევრად ჩაცმულები ვეხუტებოდით ერთმანეთს ისე გაუყარდათ და რაღაცა ქართველის ნახვა ხო და ვენაზე მინდა ვთქვა რომ ვენაში რომ სეინობთ აი ფიქრობთ ამ ქვეყანას ჩემს შვილებს ვანდობ. თქო ეს პირველად ქონია ეს განცდა. აი უნივერსიტეტისთვის, სტუდენტობისთვის ეს ის ქვეყანა, რომელსაც ვანდობდი ნენეს და თაიას. რომ ჩამოვიდნენ და ისწავლონ. აი რაღაცა ეგეთი რაღაცნაირი ატმოსფეროს უფევს და ძალიან მომეწონა. საოცარი ქალაქია. რკინიგზაც როგორი შეფუთულია. სულ დეკორაცია. ძალიან ისეთი არიან ხა მას როყვებიან რომ ძალიან კეთილშობილები არიან ევროპელები და ძალიან კი მე მგონი ხა ქართველებს ჩვენ ერთმანეთში არ გვაქვს ნერვები გვაქვს დაგლეჯილი ერთმანეთს უღივოთ მუდმივად თორეს უმარ მასპინძლობა ეხა არ ჩვენ არ გვეშლება და გზის მისწავლა და გადაყოლა და პირიქით მაგის მტკიცებაში ვართ რომ ჩვენ კაი ადამიანები ვართ რა ვიცი ვინდა გვაჯერა რომ ცუდები ვართ როდეს ვენა და ბოლო მოგზაურობა იყო შეიძლება შეგაშიქ რაღაცები იყო არ მახსოვს მაგრამ ბოლო მოგზაურობა და ყველაზე ფანტასტიკური ალბათ იყო კორეა და ბარსელონა გადაება ერთმანეთს და კორეაში რომ მითხრეს ჩვენ როგორც თქვათ იმ კომპანიასთან თანამშრომელი ინფლუენსერი და მე მიმყავდა რუბრიკა რომელიც სპონსორიც იყო PSP და იმ კორეულ ბრენდებს ხშირად ვსაუბრობდი და ხო აქედან გამომდინარე მეც მოხვდი იმ სიაში და რომ დამირეკეს პირველად უნდა ვაღიარო რომ პირველად ვარი ვთქვი იმიტომ რომ ვთქვი რომ ვერ წამოვალ მეთქი იმიტომ რომ ზუსტად ემთხვეოდა იმ დროს როდესაც ჩვენ ეს ჩემი საოცნებო ტური ჩემი სადაქალო მივდიოდით ბარსელონაში ოღონდ ეს იცი როგორ სადაქალოზე მაქვს ლაპარაკი იცი გადამკვდარი დედები სულ რომ მუშაობენ სულ რომ ცხოვრებაში სადაქალო და არა ჩემი ძოლის სადაქალო არა ცხოვრებაში სადაქალო ჩემი გოგოები ნინი თამუნა ის თავის მეგობრებით ისე და რაღაცა ეს 9 გოგო 2 იანვარს ვისხედით ერთი რაღაცა ქმარზე გაბრაზებული მეორე ისა ჩვენ რაღაც ვლაპარაკობდით და უცებ დაგეკმეთ ჩემს ერთაქალს უკვე ნაყიდი ქონდა ოღონდ ისე რომ არ ველოდით რა იმან იყიდა თავისი შვილისთვის და რართლა რა გახდა და რა გჭირს და რა ვერ გადავდგით ეს ნაბიჯი და შენ რა მშიშარა ხარ და მე ვარ მშიშარა შენ ხარ მშიშარა და რა მოხდა რა ვერ დაიტოვებს მართლა რა და ეხლა არა და ისე და ეხლა ვთქვით რომ ეხლა შედით და ხო ეს ერთი უნდა რა ავანტურისტი და
9 გოგო ვიყიდეთ გიჟივით 2 იანვარს ბილეთები და სახში მოვედი და ლევენსონი მეთქი ჩვენ ბილეთები ვიყიდეთ ზაფხულში ბარსელონაში მივიდა და ეს 6 თვე ამის ეს იყო საწვავი 6 თვე მართლა იანვრიდან ივნისამდე. და ისე დაემთხვა კორეაში რომ დამირეკესო ზუსტად იმ დროს რა და რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა, მაგრამ უარი ვთქვი, თუ კი შეიძლება თქო, ჩემი ყოფნა არ არის საჭირო მეთქი, ვერა თქო. ეს ზუსტად იმ რიცხვებში ისე მართლა როგორ ხო რა არის, ხა და 14 ხარ და ორივე ესეთი ისა. მაგრამ მე აი რაღაცნაირად სამყარო რაღაცას გიგზავნის ხოლმე. მე ისეთი გამართლება იყო, რომ თვითონ ერთ-ერთი სოყოლის თანამშრომელი ამავე კომპანიის აღმოჩნდა იქედან მიფრინავს ბარსელონაში. ზუსტად. და უბრალოდ მე გამოვტოვე რაღაცა ამ ესპანეთის რაღაცა ტური, ერთ-ერთი ამ მადრიდი გამოვტოვე და ბარსელონაში შევერთდი გოგოებს. ეს იყო მე მივხვდი რომ ევროპაში თუ მიდიხარ საფულში, აუცილებლად უნდა იყოს საზღვაო ქალაქი. აუცილებლად. იმიტომ რომ დილით ხარ ზღვაზე და დანარჩენი ხარ ტურისტი. და დასვენება, ტურისტობა, ახალი ქალაქის აღმოჩენა, ყველაფერი, რა ვიცი, აი შოპინგი და დაწყებული და სანახაობის დამთავრებული ისეთ ხო იყო ფანტასტიკური დრო ის იყო რაღაც ივნისის პერიოდი და შეხვდა შესანიშნავი ადამიანი აქედან ის გოგოებმა იმარჯვეს რაღაცა ვიღაცამ გაუწია ამ კაც ის არა ქვია რეკომენდაცია და ჩვენც რაც ვენდეთ და ყოველთვის არ არის ისა ხო იცი არის ეგეთი მითი რომ ევროპაში ცოტა ქართველებს სახელი გვაგატეხილი არ უნდა ენდო ეს შესანიშნავი ადამიანი ძალიან სიტყვაძუნწი ძალიან საქმის მოყოლი ძალიან პატიოსანი ხვიჩა მოვიკითხავ აქედან მოკლედ ამ კაცმა შემოგთავაზა სახელი იმიტომ რომ ბევრი ვიყავი და ერთად გვინდოდა და მოკლედ ჩავედი დაგხვდა თვითონ წაგვიყვანა თავისივე სახლში ყველგან დაგვაკვალიანა, ყველა ზღვაზე ანუ თვითონ ამაში მუშაობდა რა, თვითონ გიდიც არის და ესე მუშაობს იქ. ყველაფერში დაგვეხმარა მინიმალური ხარჯებით, რაც კი შეიძლებოდა. და ხო აი ჩვენ არაფერი არ გვევალებოდა გარდა განტვირთვისა და დასვენების. და იყო ფანტასტიკური, აი მართლა ოცნების ის იყო, რომ ჩვენ აი აქ ამდენი წელი წარმოიდგინე ხა, რა ვიცი მე 25 წელია და ქალები ვარ და ჩვენ სულ აიქ რაღაც ბავშვი, ტირი ის ვირუსი აქვს, კიდე სიცხე აქვს და ამის მერე უცებ მოვხდით ესპანეთში ეს გიჟი ქალები და რა თქმა უნდა ყველას ბავშვი სიცხე დაემართა, ალერგია, რა ვიცი, ფაღარათი, როგორ ხდება, ხო იცი ესე. მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავით. ეხლა ჩვენი მაყურებელი თუ დაინტერესდა ესპანეთში მოგზაურობით, ხვიჩას კოორდინატორზე მოიწერე. მე გეტყვი, მე ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც რაღაცას აღმოვაჩენ და ძალიან მე იქ რო კოსტა ბრავაზაი ძალიან გავშვენს იმას სანაპიროზე რომ მიდიხარ უკვე იქ დაჭარასკენა ბევრი სანაპიროები არის ძალიან გავს თუმცა რაღაცა სანაპიროები არის რომელიც აღმოჩნდა რომ სრულიად რუსების არის აი აპტეკა რო აწერია წარმოიდგინე ეგეთი აი ძალიან ადრე ნაყიდი ვილებით რომელიც ახლა მილიონები ღირს ამ თებზე აშენებული და ეს სანაპირო არისო სრულიად რუსებით დასახლებული და შესაბამისად ისინი აი ასეთ უბრუნდებიან ყოველ ზაფხულს იმ ადგილს რა მე რო აბიჟეშავდი ისე ჩაწერე ისინი რომ კოსტა ბრავაზე დავიან საყლა აი ზუსტად წარმოიდგინე და ესე აპტეკა და ნუ შოქში ვიყავ მაგრამ არის რა და ყველგან შეგიძლია მანქანით და ავტობუსით მიხვიდე არ არის შორს დაახლოებით არ ლაპარაკი საათი 10 წუთი 40 წუთი აი ესე შეიძლება რაღაცა სანაპიროებს ცოტა იქი თორე ეხა ვიღაცა იტყვის რომ ჩვენ ქართველებს ბარსელონას სანაპირო არ ვარ გაგეტყვის და ბარსელონას სანაპირო არის იცი როგორი კარგი რო აი გონიოს და ისანა ყვითელი ქვიშა და დაახლოებით შეკვეთილივით სანაპიროა დაბალი და შესანიშნავი ლამაზი გოგობიჭებით მოფანტული სანაპირო ბათუმში დაიწყეს ნახე ქვიშის მოყრა ქვიშის სანაპიროზე სულ ქვიანია ალბათ ნაწილობრივ პრობლემა რომ სანაპიროზე კენჭები გვეჭობა და ამ ქვეყანაში ეგ არის მოსაგვარებელი ამიტომ ქვიშა თუ იქნება კარგია ხო და იმის თქმა მინდა რომ ძალიან კარგი არის ესეთი ადამიანები როცა ხვდებიან თაც ისვენ ვაი ვენასშიც იმიტომ სიმშვიდე ვიგრძენი იქ დამხდნენ ჩემი მეგობრები და ან რაღაცებში ეს მეტრო სად მიდის და ის ავტობუსი სად ჩამოდის მაგისი რაღაცა არ მინდოდა დროს იგებ რა და ეს კაციც ესეთი აღმოჩნდა რა აი ის არ ქვია ყველა უსაფრთხოდ და იქ რო ვიყავ ერთ სანაპიროზე ესა ტოსა დელ მარის სანაპირო არის თუ არ ვცდები და იყო აი რაღაცა ზღაპრული ხო ისე TikTok-ებში და ისინი რო არის ხოლმე რაღაცებს რო ნახულობდა სასწაული რო ვეხვდები რომ ეს ხა ეს AI-ის გაკეთებულია თუ მართლა რეალურად ეგ არის თუ რაღაცა და
მივხვდი რომ ძალიან მინდა რომ ეს ჩემებმა ნახონ, ჩემმა ოჯახმა ნახონ. აი ხო საოცნებო და ვითომ აღარ დავტოვე ესენი და დაქალებთან წავედი. მაგრამ იქ მაინც დედინგულმა არ მომიჩა რომ როგორ მინდა რომ ეს ლევანმა ბავშვებმა ჩემებმა ნახონ, აი ხა მე სადაც ვარ. რა ბედნიერება და ჩვენ თვითონ გოგოები როგორ ბედნიერები ვიყავით და ისე მოხდა არც მიოცნები, იმიტომ რომ ამას რაღაცა შესაძლებლობა უნდა რა მოგზაურობას და ბავშვებთან კიდევ იცი როგორ არის ბავშვებთან იძულებული ხარ ხოლმე პატარებთან ძალიან იმოგზაურო, იმიტომ რომ როდესაც აქ მუშაობ, სულ ხშირად ყავთ დატოვებული და ამიტომ რომ მოგზაურობენ, ისაც მიყავს. თუმცა მე არ ვარ ხოლმე მომხრე, რომ მართლა წელიწადში ერთხელ რომ მიდიხარ და იქაც ბავშვები წაიყოლო და იქაც დედა იყო და იქაც რა ფაფები დირბინო. მაპატიეთ, მაგრამ არ ვარ ამის მომხრე, ზოგჯერ სრულიად ზედმეტი იმატრაკოცება მგონია. მაგრამ და რაღაც ასაკში რა, ახლა იმ ბავშვს არ ახსოვს. ის ბავშვი ვერ ხვდება, ახლა შეკვეთილში არის სანაპიროზე თუ იბიცაზე რა აზრი აქვს, რა ხო არ ცდილობს რაღაც ადგილები. ახლა უკვე გოგონები ისეთ ასაკში არიან, ნელა. ხო, ახლა ნენესაც და რაღაცა იქ რაღაცა სალვადორ დალის რაღაცა შეხვდა. იქ ისე მოხდა, რომ რაღაცა ჩვენ საქმიანობას დაემთხვა ბარსელონაში წასვლა და ახლა ისე მოხდა, რომ იქ რომ მაშინ ვოცნებობ წასვლაზე ხო წავედი და იქ რომ ვიოცნებე, რომ ჩემ ბავშვებთან ერთად ჩამოვიდი აქ თქო, ახლა ესე ვგეგმავთ ივნისში და ძალიან მაგარია წარმატებულ მოგზაურობას გისურვ. რავი, წავიდეთ ნელ-ნელა ბოლოსკენ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გითხარი, მოგვიყევი, მაყურებელს. ქუთაისზე ვიტყვი. ქუთაისის ფრენ. ხო, ახლა ქუთაისის ფრენ რა თქმა უნდა თბილისიდან ფრენა მირჩევნია, რა კარგია, როდესაც თქვათ აქვე მიდიხარ წახვალ, მაგრამ ჩვენთან ძირითადად თუ არის ხოლმე ისეთი ფრენი, რომ ღამე. ეს ღამე თენება და მე იქ 5 დღეში რო უცებ აკლიმატიზაცია უნდა გაიარო, ძალიან რთულია და მე ადამიანი რომელიც მგზავრობას ხო ვერ ვიდან ეს ერთი თქვათ რაღაცა, მაგრამ ღამის თენება სრულიად ისე დამთხოვნელი. ხო, ტირილი მინდა ხოლმე არ შემიძლია. დიდ დროს გართვევს მე ხო რა. კი, ხო რაღაცა ისა რა გადაწყობა რა. და ბავშვების წაყვანა რატო არის ხოლმე რთული? ღამის 5 საათზე კიდე შენ თავსაც რომ უნდა მიხედო და კიდე 5 წლის ბავშვს რო ეძინება, სანამ მე ის ადაპტაციას იქ და რისთვის უნდა ტანჯო, ანუ ვერ ხვდები ხა და ქალაქში ატარო იქ სადღაც. და არქიტექტურა და პიკასოს ნახატი აჩვენო. მაშინ უნდა წაყვან პირდაპირ დისნეილენდში და ხო და ძალიან პატარა იყო შეკვეთილში ვიყავით თაიასვენებოდი რომ დედამეთ კი რა გითხრავს დისნეილენდია ძალიან მიხვდები ხა შენ დისნეილენდია თუ შეკვეთილი თქო დავწინოდი და დაბადების დღეზე მოვხდით ხო და ქუთაისზე იმის თქმა მინდა რომ ქუთაისიდან პირველად საბერძნეთში გავფრინდი და არ ვიცი, კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ, მაინც ის რა არის? ისე თბილად. ამედგინე ხა აქამდე უნდა ჩავფრენილიყავით თურქეთში და თურქეთში უნდა გადამჯდარიყავით. ახლა თუ კი მაქვს შესაძლებლობა რომ ქუთაისით გავფრინდე, ყოველთვის ქუთაისით მივფრინავ. იმიტომ რომ ანუ ქართველი არის დაელაპარაკები, გაგიღიმებს, გაუღიმებ, აგიხსნის და ჩაჯდები და იქიდან უკვე პირდაპირ ფრენით ხვდები ევროპაში და უსაფრთხოდ რა და ცოტათი აქედან რო კიდე თურქეთში და იმ თურქეთის იმაში მე კი ბევრჯერ მოვხვდი იმ თურქეთის მაშინ აეროპორტში, მაგრამ მაინც ის პირველი ტრამვა და შიში ის წყენა არ მავიწყდება თურქებისგან, ის მაშინ როგორც შეეშალა, ძალიან შეეშალა 10 წუთი რა არის 10. იქედან დაიწყო არევა. იქედან ხო, აი ზუსტად. სუთ იმაზე ხო, საშინელ იმაზე გადავედით, რას ეძახი, პალასაზე ეძახი ესე და ამიტომ და მახსოვს რომ ეს აი როგორი კონტრასტი იყო რა, რომ იქ ვერაფერი ვერ გავაგებინე, ოდნავ ერთი ბეწო ადამიანობა არ გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და აქ კიდევ ქუთაისში რაღაცა დაგვხდნენ, გაგვიღიმეს, მე როდესაც მოვფრინავდით ეს ბევრი გოგოები, ხა 1-2 კი ერთად ვისხედით და ვიღაცები ცალ-ცალკეისთან ხა დასრული ადამიანები ვართ, ხა მართლა საჭარაოდ ვარ ვიყავით იქ ჩასული მარტო. არ არის პრობლემა თქო და ძალიან საყვარელი ეს ბორდგამცილებელი, ერთი გოგო, ერთი ბიჭი და ისო რა მარტო ზიხართო და ხო არა უშავს მე და მარტო ხართო და არამედ კი ჩემი მეგობრები არიან თქო და აბა სად არიან და უცებ ჩიტები წამოყვა გოგომ თავის იქიდან და ისო რა ქვია და ჩემ გვერდზე ცარიელი იყო და თუ არავინ არ ამოვიდა გადმოსვლა ესე იგი ბოლოს ისე იყო რომ ავარიულთან ფოტოც მაქვს ავარიულთან ეს 9 გოგო 4 აქ ვიჯექი და 3 და აუ ფოტოს ნახავს ბოლოს ხო და იქ რაღაცა სუნამოებს რაღაც წყალი შემოიტანეს და აი რანაირად ანუ რა ვიცი შეიძლება ყველანაირი წესი დავარღვიე და არ ვიცი პივი დიატაგზე ისნა და ჭორაობდით ბოლოს ესე ჩამოფრინდი მართლა ვერ გავიგე რომ ჩამოფრინდი და ახლაც ასე ვაპირებ იმიტომ რომ ქუთაის მინდა რომ ჩემი შვილები ვანდო თურქეთის გადაჯდომას არა ამიტომ ვაპირებ რომ ქუთაისიდან გავფრინდე წყნარად და მშვიდად დღის საათებში და
ლუჩი და ჩავფრინდა. ქუთაისიდან გიფრენია იმ დროს ვიზაირით, როცა ადგილები არ იყო დანომრილი. ადრე არ იყო ადგილები დანომრილი, სადაც მოგიწევდა ძალიან ბევრი ადამიანი ადიოდა და დასწრებაზე იყო რა, ასე იყო, თავი ახალი შემოსული რო იყო ვიზაირი და მაშინ მომიწია უნგრეთში ფრენა და რო შევედი და როგორ იყო, ძალიან ბევრი წინა ორივე კარი გააღეს წინ და უკან ასასვლელები და მახსოვს აქეთ უფრო ბევრი ხალხი უფრო უკანა მხარეს წავედი და მაინც რო ავედი სულ დაკავებული და რო შევედი თვითმფრინავში და საკრო მოდი ეგრე ბიჭები ჩვენი თანამშრომლები დაემთხო ოპერატორები და იმათ დამიძახს და გვერდე და ესე იყო მიტაცება იყო ადგილის შენახვა მეგობრებო ეს ახალი შემოსული იყო ვიზიარი ხო ალბათ ესე იყო მაგდროს ხო პირველ 10 წელზე მეტია ახლა თუ 2014 წელი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრის სტუმრობისთვის ამ ამბებისთვის აყურებელს ახლა დავემშვიდობები ნენა და ოღონდ შენს ჯინაზე კიდევ ერთხელ შევახსენებ. გამოიწერეთ შენი პოდკასტი ხო? ხო, გამოგვიწერეთ მინიშნებები არის. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ერთ კვირაში დაგებრუნდებით მომავალ მოგზაურობამდე.